როგორც ღვთისათვის სასურველი და საზიგეთო იქნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვიროცოთ ზოგადად, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბწინებს. რუის ურბნისის მიტროპოლიტმა იო ბაქიაშვილმა ეს სიტყვები დიდი ხუთშაბათის ქადაგებისას წარმოთქვა. ფაქტია, მაღალი სასულიერო იერარქები ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბარს მათ შორის ამბიონიდან აღარ ერიდებიან. მეუფე იობი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ეპარქიის გავლენიანი მმართველია. პატრიარქის არჩევნებში მისი კანდიდატურის დაყენება აქტიურად განიხილება როგორც საერო, ასევე სასულიერო საზოგადოებაში. მიტროპოლიტი დიდი ხუთშაბათის ლოცვაზე ტაძარში ბაგრატიონებთან ერთად გამოჩნდა. არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისის ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და აღმოსავლეთშიო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო სულიერი თვალსაზრისით ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფე და მადლობა უფალო რომ ყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარეви და სულიწმიდის მადლით ჩვენც ალბათ ვიხილავთ სულ მალე მომავალ პატრიარქს. რუის ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის შემდეგ დღევანდელი ქადაგებისას ხმაურიანი განცხადება ამბიონიდან ამავე ეპარქიის მღვდელმთავარმა დეკანოზმა გიორგი აბდუშელიშვილმა გააკეთა. ეს ბოლო პერიოდში პირველი ღია და მკაფიო მინიშნებაა ქართულ ეკლესიაში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით. დღეს ქართველი ერი იბრძვის იმისათვის, რომ როგორმე თავი დაახციოს ამ რუსულ ურდოს, მაგრამ ჩვენი დედა ეკლესია ამასთან დაკავშირებით დუმს და კი არ დუმს ხელს უწყობს რუსეთის აგენტებს ჩვენს ქვეყანაში. დღეს წითელ პარასკევს სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნისა და დატირების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიო მუჯირმა იქადაგა. მისი აქცენტები შეეხებოდა ადამიანის გამოსწორებასა და შინაგან ცვლილებას, რაც როგორც აღნიშნა, მხოლოდ ღმერთის ჭეშმარიტების გზით სიარულს შეუძლია. ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ვიმეორებთ ეს არ ზალგვიც. ება გარეგნულად რაღაცა შევცვალოთ ოდნავ, გარეგნული ჩვენი ქცევა, მაგრამ შევიცვალოთ შინაგანად, ეს ჩვენთვის მიუღწეველია. როგორც ამბობს უფალი, რომ უჩემოთ არ შეგიძლიათ არაფერი. და თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერია და სერიოზულია, და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა და გამოგვასწორებს და განხსნებს. ბოდბელ ეპისკოპოს იაკობ საპატრიარქო არჩევნებზე არაფერი უთქვამს, თუმცა გაიხსენა პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული პირველი სინოდის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის სურვილი, რომ მისი უკანასკნელი განსასვენებელი სიონში ყოფილიყო, სინოდში ხმები მაინც ორად გაიყო. პატრიარქი აბარებული ქონდა სიონში უნდა დაგზავნა. ასევე სამეფო და საპატრიარქო ის გამზადებული ქონდა ზემოთ სამების ტაძარში. მე 35 კაცი ვიყავით სინოდზე მაშინ. და განაწილდა ხმები ისე, რომ სიონში დაგზავნა გადასწრა. უწმინდესის სურვილის მაგი იყო. ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი სულ უფრო ახლოვდება. სინოდის სხდომაზე პატრიარქობის 3 კანდიდატის გამორჩევის შემდეგ სამებაში გაფართოებულ საეკლესიო კრებას, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ 2000 დელეგატი დაესწრება. თითო ეპარქიიდან მღვდელმთავრებმა 2 წევრი უნდა გამოარჩიონ. პირველი, ვინც დელეგატები შეარჩია, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია იყო, რომლებიც ხმათა უმრავლესობით ეპარქიაში ჩატარებულ შიდა კრებაზე გამოარჩიეს. მაღალი სასულიერო იერარქების მხრიდან პოზიციის დაფიქსირება აქტიურად რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ამბიონიდან სინანულითა და სასჯელით დაემუქრა მათ, ვინც მოსაყდრე შიოს მხარს არ დაუჭერს. ამის შემდგომ საპასუხო გამოხმაურებები სინოდის სხვა წევრების მხრიდან გავრცელდა. მათ შორის იყვნენ მარნეულისა და ჰუჯობის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი. მათ თქვეს, რომ სინოდის წევრები საკუთარ არჩევანში თავისუფლები არიან. ვინ გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მაისამდე უნდა გახდეს ცნობილი.